დარჩი სახლში, რამდენი ხანია ეს გვესმის. თვეზე მეტია. არა და არიან ადამიანები, რომლებიც 10 წლეულებია უკვე დარჩნენ სახლში. დარჩნენ, ცხოვრობენ და არტოვებენ თავიანთ პაპის მიწა-წყალს, თავიანთ სოფელს, თავიანთ მიწას. არა და უფროსი თაობის ხალხს გვახსოვს, როგორ დაინგრა საბჭოთა კავშირი და რა პერიოდი დადგა. კაპიტალიზმი ჯერ არავინ არ ვიცოდით რა არის, არა და რა იყო შენი, ისიც არ იცოდი ზუსტად. ამიტომ 90-იან წლებში სოფელში თავიანთი მოყვანილი სურსათი ადამიანებმა ჩამოიტანეს ქალაქში, რომ გაეყიდათ. არა და ქალაქში ჩვენ ფული არ ქონდა, რომ გვეყიდა. ამიტომ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ ნელ-ნელა სოფელი დატოვა. დატოვა ისე, რომ უკან არ მიბრუნებულა. აი ესე, როცა დათბება ხოლმე და გაზაფხული მოვა. მოხუცები, ვინც დიდი ხანია სოფლად ცხოვრობენ. გამოვლენ ხოლმე. დადგებიან ესე შარა გზაზე. იყურებიან ეგებ რამემ ჩამოიაროს და შვილიშვილები ან შვილები ჩამოყვნენ. ჩამოდიან კი შვილებით 2-3 დღით. ერთი კვირით. რო დაისვენონ, ჰაერი ჩაყლაპონ. ბებიას და პაპას მოესიყვარულონ და მერე ჰაიდა, მიდიან ისევ. ვინ სოფლიდან ხართ და სოფელში დიდი ხანი არ ყოფილხართ? მე აქ ვარ და მოგიყვებით რა ხდება. გამარჯობა. გამარჯობა. მე ბაია მქვია, თქვენ? კეთილი, მიშა. ბატონო მიშა. ჩამოვჯდები ცოტა ხანი. კი ბატონო. ამბები მაინტერესებს. თქვენი სოფლის ამბები. აბა როგორ ახართ? ვართ ესე, აი სოფელს როგორ შეეფერება საშუალო. და ეხლა ისეთი ამინდები დაიწყო, გაზაფხულია, ბევრი შრომა გიწევთ. ან წვიმებმა ცოტა გაგვაჩერა, დათესვა ზოგმა მოვასწრო, ზოგმა ვერ მოვასწრო. არა და წვიმა ხო კაი არის. კარგია, როცა დათესილი გაქვს ყველაფერი მაშინ. მერე. მერია. თქვენ აქ დაიბადეთ და ცხოვრობთ და აქ ახართ სულ? აქ დავიბადე 45 წელში, მე 60 წელში წავედი თბილისში, მუშაობდი. 5 წელია მოbrunდი უკან. 5 წელია მარტო დაბრუნდი? 55 წელი თბილისში ცხოვრობდი. მაგრამ მოვდიოდი აქ მშობლები მყავდა და მაინც ვამუშავებდით რაც ნაკვეთები ყო და ვეხმარებოდი მშობლებს შაფათქვირას და მე უკვე მთლიანად იქ სამსახური რა აღარ მქონდა წამოველი აქეთ სოფელში და დავსახლდი მე და ჩემი მოვლენები. ხო არ დანობთ რომ წამოხვიდე? არა, პირიქით. იქ ვერ გავძლებდი უმშეყად. აქ მაინც მიწაზე გავივli, ნაკვეთში გავდივარ, რაღაცებს ვაკეთებ, თესა მომყავს მოსავალი, შვილებსაც ვეხმარები. კიდე იქით ეხმარები? კი, კარტოფილია, ლობიოა, რაღაცა ისეთი რაღაცები მომყავს. რამდენი წლის ბრძანდებით? უკაცრავად. 76-ში ვარ. და თქვენი შვილები აქ არ ცხოვრობენ, ხო? არა, თბილისში არიან. როდის ჩამოდიან ხოლმე? ზაფხულობით? არა, როცა შაფათქვირას ხშირად მოდიან, ეხლა გოგოც აქ არის ეხლა. ხო და მით უმეტეს ახლოს რო ხართ და ასეთი რაღაცა შესანიშნავი რაღაცა არსებობს, რომ ნატურალური მიირთვა, თქვენ ნატურალური ბავშვებს აჭამოთ, თქვენ შვილიშვილებს, მიწაზე მუშაობა, ხო არ ეზარება თქვენ შვილებს? ცოტა ზოგს ეზარება, მაგრამ არ უყვართ მამ. რატო ვერ მიაჩვიეთ ბავშვობიდან? როცა არ უმშავიათ. ხო. თბილისში ძირითადად ძალიან უჭირთ ყოფნა. უჭირთ, იმიტომ რომ სამსახური არ არის რთულად ძნელია. ძნელი არის. უშევრად თბილისში ცხოვრება ძალიან ძნელია. თუ სამსახური ცხოვრობენ და აი რატო ხდება ეს? თბილისში რთულად ცხოვრება უფრო ადვილია თუ აქ უფრო შრომა მიწაზე ძნელი? შრომა მიწაზე ძნელია ეს. იმიტომ სულ მიტოვებულია, იმდენი ნაკვეთებია მიტოვებული, არ ამუშავებენ. პირველად რო დაარიგეს ნაკვეთები, აქ ხალხი იალეტებოდა, იმდენი ხალხი იყო. და ჩამოვიდა ბევრი ხალხი. ბევრი ხალხი სულ ყველას ნაკვეთები მიუზომეს. 1-2 წელიწადს ამუშავებდნენ, მაგრამ მე საწვავი გაძვირდა. საალკი არა გაქრა, საერთოდ არ იყო. ტექნიკა არ იყო და მეანება ბევრმა
და მიწის მშრომელი ხალხი, რაც უკვე ხნიერი ხალხი იყო, აღარ არიან ცოცხლები. და არ ბრუნდება ეს ბოლო პერიოდია, ვერ შეამჩნიეთ, რომ ცოტა მაინც კორონა ეხლა მთლად არ მაქვს იმედი, რომ მიაბრუნებს მიწისკენ და არ ბრუნდებიან სხვა ახალგაზრდები. ხნიერი ხალხი, ახალგაზრდები არა. არა. ხნიერი ხალხი თუ ბრუნდებიან პენსიაზე რო გადიან და იქ ვეღარ აძლევენ. და რატო რამდენმა ახალგაზრდამ თქვათ, რომელსაც სოფელი თავისი არ ქონდა, სხვა სოფელში ჩავიდა და მეურნეობები გააკეთეს, ძალიან დიდი საქმე წამოიწყეს. იცი რა არის, ყველას გამართლება უნდა. ზოგს სესხი გამოაქვს, თუ ვერ გაგიმართლა იმ სესხმა, მე ვალებში ვარდებიან და აი გაბედვა უნდა, რომ გაბედოს და რისკი ხო, მაგრამ თუ არ გაბედე, საქმეც არ დაიძრება, ხო? კი. აი თქვენი ერთი დღე, ადრე დგებით ალბათ, ხო? თენდება თუ არა, ადგები. გარეთ ვიცკირები ფანჯარაში რო წევა, რო ინათებს თუ არა, როდის გათენდება. გიჩქარებათ რო გათენდეთ. დიდი წოლა არ მიყვარს დიდხანს. ხო და რას აკეთებ? დილით ადექით და დილით ადგები. ორი მყავს, იმათ უნდა ვაჭამო, ხათლებს დავუყარო, ზაღს უნდა ვაჭამო. მე წყალი მობოვა 2 საათი მოდის ხოლმე ჩემთან. წყლების უნდა ავავსო, რომ თელი დღე წყალი გქონდეს. დღეში ერთხელ მოდის წყალი? ორჯელა. ორჯერ მოდის წყალი? დილით მოდის და მე საღამოთი 5 საათზე კიდევ 1 საათი ნახევარი. ახლა ზოგან სულ მთელი დღე მოდის, ზოგან არ მოდის. და ასე მთელი დღე მუშაობაში ხართ. იმ ღორებსაც დღეში ერთხელ ხარ უნდა ჭამო, ორჯერ უნდა. ორჯერ დილას საღამოს. ქათმებსაც. იქ ბაღი, ბოსტანი. აი ახალგაზრდა რითი შეიძლება რომ მოიზიდო რომ დაბრუნდეს. ვერანაირად ვერ მოიზიდავენ, ახალგაზრდებს არ უყვართ მიწაზე შრომა. არა, ნუ ინტერნეტმა და ამ კომპიუტერმა მე აქ ხო გაქვთ თქვენ ინტერნეტი. როგორ არ არის, მაგრამ შრომა ხო მიწაზეც ხომ უნდა იშრო. თუ მიწაზე არ იშრომი, აქ ვერ იცხოვრებ. ძირითადი შემოსავალი ეგ არის. სარწყავი წყალი რო არ არის, ძნელია. აი, ეს მაინტერესებს. გაზი არ არის. ხო, და დავიწყოთ მაქედან მაშინ. გაზი არ არის, სარწყავი წყალი არ არის. არა და აქ ძალიან ბევრი მოსახლე არის და გაზის გარეშე ძალიან ძნელია. აქაც ნოსტეში ზეით სოფელში ცხოვრობენ ხალხი. აი, აბა დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა. თქვენს გაგაზრდებით. ხო და აგერ შეგხვდით ადამიანს, რომელიც 50 წელი ქალაქში იყავით და ეხლა დაუბრუნდით სოფელს და კმაყოფილი ხართ, რომ დაბრუნდით. უფრო ახალგაზრდა რო ყოფილიყავით, დაბრუნდებოდით? იქ თუ საქმე არ მექნებოდა, როგორ არ დაბრუნდებოდი. კაი, ძალიან დიდი მადლობა. კარგად. მადლობა დიდი. ჯანმრთელად იყავით და კარგი მოსავალი მოგეწიოთ ყოველ წელს. ცოცხლი, გაიხარე. ბედნიერად. კარგად. აბა მითხარით ახლა, ვინ ხართ ჩამოსული ქალაქიდან და ვინ ხართ აქაური? მე ვარ აქაური ჩამოსული. აქაურები. თქვენ აქაურები ხართ, შენ ხარ ჩამოსული? შენა კორონამ ჩამოგიყვანა თუ ბებია პაპის სიყვარულმა? იმანაც შემაშინა. კორონამაც შეგაშინა. მე სოფელში უფრო კარგია თუ აქ რო ჩამოდიხარ თუ ქალაქში? ხო, აქ უფრო კარგია. აბა სოფელში რა ხდება, როგორ ცხოვრობთ? კარგად, ხან მივდივართ ხოლმე ბებიასთან კასპში, ხან მამიდაჩემთან თბილისში. კარგად ცხოვრობთ. იცი რა მაინტერესებს? აი სოფელში როგორია ცხოვრება? რითი ერთობით? მეგობრები რო ვართ ერთად. კიდე? კიდევ რამე ცენტრი არის აქ, აი ან ბიბლიოთეკა, ან რაღაცა ადგილი, სადაც იკრიბებით, ან ინტერნეტი არის, ან ფილმებს უყურებთ, აი სადაც გიყვართ მისვლა, სადაც სითბოა ზამთარში, ასეთი ადგილი არ არის? არა? ხო გინდა რომ გქონდეთ? აი თქვენ თვითონ ახლა, აი ესე ვიძახი, რამე ადგილი რო ნახოთ და ძალიან რო თხოვოთ უფროსებს. ხო და მოიფიქრეთ რამე, იმიტომ რომ ხო ხედავ არავინ არ ფიქრობს ამაზე. აგერ ბავშვებო მიტოვებული კანტორა. დგას ესე 10 წლეულებია, ალბათ 1-30 წელია ასეთი დანგრეული დგას, არაფერი არ არის შიგნით. ცოტა ხელის შევლება უნდა და ბავშვებს გექნებათ არაჩვეულებრივი ცენტრი. ჩემზე იყოს კარგი წიგნების ჩამოტანა.
კარგი მწერლების ჩამოყვანა, რომლებიც წაგიკითხავენ, დაგაინტერესებენ, ბიბლიოთეკა შეიქმნება, აქ რაღაცა სახლი იქნება, სადაც თქვენ სკოლის გაკვეთილების მერე გაიქცევით და შეაფარებთ იქ თავს. ეკრანი გექნებათ, რაღაცა გასართობი გექნებათ. არ გინდათ რომ გქონდეთ? დიახ. ხო, მაშინ თქვენ წამოიწყეთ ეს ამბავი და მე გამოვყვებით მერე. კარგი? კარგი. მეტი რა ვთქვა? აბა კარგად იყავით. ბედნიერად. წლის ანიჩკა ბექაური და მისი ორადორი მეზობელი რომ არა, ხადას ხეობის უმშვენიერესი სოფელი წკერე დაცლილი იქნებოდა. თუმცა ახლა არა, რა მნიშვნელობა აქვს, ორნი არიან თუ სამი. ეს არის მთიულეთის სათავე. მთიულეთის სათავეა, ეს არის ბოლო სოფელი. სამოცდაორი წელი აქ ვარ და აქ ვცხოვრობ. სანამდე ხალხი იყო, ძალიან კარგი იყო. კარგა ხუმრობა, სიცილი ერთი ამბავი. საქონელი იყო, ძროხები იყო, ოჩერედი დავდიოდით საქონელში. აი ამ ხეობაში სულ ყველაზე დიდი იყო ჩვენი სოფელი, 32 მაცხოვრებელი იყო. სიცოცხლე იყო, სიცოცხლე. ეხლა სიცილი დამავიწყდა. ძალიან გულისადკენი ამ დანგრეულ სახლებს უყურებდა ის ხალხი, რომ აღარ არიან. მარტო ცხოვრება არ გიჭირთ აქ? მიჭირდა, რა ვქნა ბა? რა ვქნა? ზოგჯერ მარტო გაისებ პირიო. ნამამარა მაწუკაობა ისე ძნელია, რომ ეხლა სულ მუშაობს, ამოდიან როცა დროხდა. მე ხوارდა მიდგებიან აბა. რა უნდა გააკეთონ აქ? ეხლა მოელი იქნება, მოიდნენ დღეს ხვალ. ამ სახლში მაქვს ძალიან ბევრი შრომა ჩადებული. კედლები ორჯერ მაქვს გალესილი სახლისა და იმიტომ იყო ჩემი სახლი. და სახლს თავს ვანებებ, მენანება ის ამგონია, რომ მე ეწყინება და გული ეწყინება. ისეთი საქმეები მაქვს, რომ ვერ გავანებებ თავს. ხო. რა ვქნა, საქსოვი, ლოგინების კერვა, მატყლის გარეცხა, მატყლის გარჩევა. ხო და ეხლა ვართ სამი ქალი. და
ნახა როგორ გადადიოდა. მაიგზო კუდი გვერდზე. ერთ რომ დაგვემართოს აღარ გეყოლება დამლაპარაკებელი. ერთ რომ დაგვემართოს. შარვალი რეიტუზი გავლეცხე და კაცო მოკლე მე ჩვენება გადაშლა მამინდება და აი ჩემ ბოსტანში ხალხია გავრცელებული და თუ ვინმეს გინდათ გადარგეთ. არაფერი არ ამყავ. არ ძროხ არ ცხორი, მაგრამ იმდენი საქმე მაქვს რომ საღამოთი ნახევარზე მშიერი ვწვევ ისე ვიღალებ. მე კი არა, სულ ყველა ქალები ესე ვართ, ვინც აქა ვართ. იმდენა საქმე გავაკეთებ. ჩემზე მეც თქვენ არ გააკეთებით. მთელი ბოსტანი გავზაგეთ თუ გავაცალეთ. ხო. ისე მე არ მეგონა რომ რამე მომერეოდა. ჩემ დემალად გეფიცები ერთი სიკვდილის ნარჩენი შვილება. იმის თავს გეფიცები რომ რომელ გინდა ვაშკარს დაეკვეხნო თუ ჩემთან საქმეს გააკეთებდა. ცხოვრს უპარსავდით. რასაც ორი კაცი გაპარსავდა, იმაზე მეც გავპარსავდი. ცხოვრს რო გავპარსავდი და გაუშვობდი. წენსებმა მithრიან კი აი ეგ მარჯვენა შაქცეთ, უნდა დაიმდგარიყავ და გეჩკინა ისე გავპარსავდი. ხო და ეხლა არ ვარგივა. სიბერე ძნელი ყოფილა. მე არ მეგონა მე რამე მომერეოდა, არ მეგონა. ძალიან ბევრი საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და შემოდგომამდე არ მინდა რომ მოვკვდე. ხოდა ეგრე არ ყოფილიყო მარტოობა, თავად შევქმნიდი. ეს სიტყვები ეკუთვნის არაჩვეულებრივ ქართველ პოეტს ტარიელ ხარხელაურს. ის ცხოვრობს სიმონიან ხევში, თიანეთში. ჩვენ ახლა მასთან მივდივართ. სულ რამოდენიმე წუთში მის ჭიშკარს შევაღებ. მოვედი, ახლა მოგაგენით. კეთილი იყო შენი ფეხი ამ ოჯახში. აბა რა იქნება? ჩამოგართავთ ხელი. მენატრება ადამიანთა ხელი ჩამორთმევა. დაცული გვაქვს ისა? დაცული გვაქვს. როგორ არ ჩაგეხუტოთ, ჰა? ჩვენთან არა. აქ ესეთი სუფთა ჰაერია რომ კორონა აქ აქ ფეს ვერ გაიდგამს. კარგია აქ თქვენთან. კარგია ესეთ ამინჩიც კარგია. მოღრუბლურში, ცოტა წვიმიანში. სუნი ათასნაირი რო შეგდის ცხვირში. რატო გრძნობთ ხოლმე ყველგან უხერხულად თავს და ყველაზე კარგად აქ რატო ხართ? იცით რას გაგახსენებთ? ეხლა რაღაცნაირად მე ღიმება თქვენც იცით გახსოვთ ეს კარგად, 1-2 წელი გავიდა იმის მერე, ჩვენ ვიყავით ბრიუსელში ერთად და ნატოს შტაბ-ბინაში ვისხედით. ძალიან საინტერესო და ნათელ გონების ადამიანებთან ქონდა შეხვედრა, მაგრამ მე როგორც თქვენი შემხედვარი, ეს ძალიან უხერხულად გრძნობდით თავს და
რაღაცნაირად მახსოვს ესე ფრაზა გავიგე ერთხელ, რომ სახლში მინდაო, თქვენ თქვით. ხო და კი მიჯექით ყველანი რაღაცნაირად ძალიან ბედნიერები კმაყოფილები, იმიტომ რომ საოცარ ამბებს გვიყვებოდა, საოცარი პოლიტიკოსები, შენი თვალით ამას რო ყველაფერს უყურებ, მაგრამ ეს სახლში ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს, თქვენი ფრაზა. ჩვენთვის ეს გარემო იყო უცხო. ჩემთვის პირადად ახლა კაცი სუმთაში ხარ და არასოდეს არ საუბრობ არც პოლიტიკაზე, არც არაფერზე, უბრალოდ თუ ვიღაცასთან საუბრობ, უნდა ისაუბრო ან ლექსზე, ან კიდევ მიწასთან დაკავშირებით. ორივეს თანაბრად გავუნაცვლებ. ხო, მაგრამ ქალაქშიც ვერ ძლებთ ხოლმე. ქალაქში ვერ ძლებ, იმიტომ რომ სივრცე არაა ჩემთვის საკმარი. ქალაქში ხმამაღლა უნდა ვილაპარაკო, რომ გავიგო რას ვილაპარაკებია. ხმაური. იქ სიზმრებსაც სხვანაირს ხედავ. სიზმრებს საერთოდ არ ხედავ. ქალაქში. და შენ ამ დროს ბუნებასთან როცა გაქვს ურთიერთობა, გიმახვილდება მზერაც და სმენაც. თვალის. ყურადღება გაქვს მიქცეული ბუნებისკენ. ხანდახან უჩქა მგონია ჩემი თავი გეჟირ, ხანდახან ხეს გავესაუბრები რო გაიალე დღეში. აი ყვავილებს გავესაუბრები. ციტა გაქვეხლა მოდიო ხოლმე პატარა ციტა მოდიო და ციტელ თავები აქვს ბოლოს ცეცხლას ვეძახით, მაგჩით გულწეთელა ციტები არიან და აი ამ ადგილს გადავუთიბავ ხოლმე. რა ის ვამბა ამას აჭამენ. აი ამ ბაბუა წერები თუ არის? ამას რო გათიბული რა იმას აჭამენ. გავუთიბავ ამას და ჯერ ერთხელ ორი დღის წინ, სამი დღის წინ ჯერ ორი მოვიდა. დაიწყეს ციცმი მერე ეს რო გავუთივე მერე მოგროდა და საინტერესო იცი რა ხო ფიქრობ ამათ რის საშუალებით გააგებინე ერთმანეთს თელი ფარა მოვიდა ჩიტები აგდა სექსიამული სიგზიგდან ზიხა დელაპარაკები მოთრო ხო თქვენს გეჭირთქობ დრო თქვენ წაგახოთ ე კორონავირუსით განაც მოქმედებს კორონავირუსით აქ მე მგონი აქაურობა პრობლემა არ შეუქმნია მithumetes მაგისტრის არც ფიქრობს ხარ არც სალიას ამაგესოთ არც სალია ანუ დაკავებულია ხნათვესვით თქვენა მე უფრო ჯერ მეტად მუშაობ ორ მხარეზე მიწას მუშაობა ციგნის გარეშე ვერ გავალ თუ ჟერნათ უნდა წავეკითხე ერთორი ფურცელი მე უნდა გაყვიდე სამუშაოდ აი ის გრიმ წაკითხულმა ფიქრი უნდა გააფხიზელოს და რაღაც მომენტში ვთქვათ ყანაში ხართ, ვთქვათ ლობიოს თესავთ, ვთქვათ იქ ხმოყავთ თუ მოზვერი. აი იმ დროს ახლა ლექსმა რო გითხრათ, ჰე ბიჭო ჩამწერე ახლა თორე დავიკარგეო. როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, შემეძლო 3-4 ლექსი დაამახსოვრებინო ზეპირად. მე არც ახალგაზრდობის დროს არ შემეძლო ლექს ვერ ვიმახსოვრებ. რომ მივდივარ, არა, ვიცი რომ მოდის, ხო გრძნობ რომ რაღაცა ხდება შენს გონებაში. ამ დროს ფიქრობ რომ თუ მანძილს ახლო იქამდე ყანამ სადაც მიდიხარ იქამდე ცოტა მანძილი აღარი მიდიხარ უნდა მეხვიდე და ფიქს აიძულებ რომ ნელ-ნელა და თითო სტრიქონს იმეორებ ის ნელ-ნელა გაწევს აი როგორც ჭოთოვანებს ვეძახით ხო გინდობთ რომ სახლამდე მოხდეთ გაწდეს ესეც გაწდა ზოგავს ის რომ და მე მოდიხარ მე ჩხარა მოდიხარ სახში და გადაგაფურცე დაუბრუნდეთ დღევანდელ დღეს. აი ეხლა აი ამ გაზაფხულის პირას რისი გაკეთება მოასწარეთ? ყველაფერს რაც გლეხმავ გააკეთოს. რაც გლეხმავ, ჩამოთვალეთ. მოხანე, დავაქვეყნებინე, დავთესე. რა? ჯერ კარტოფილი დავთესე მარტში, სიმინდლეები დავთესე აპრილის ნახევარში. და მარტო აკეთებთ თქვენ ამას? მარტო რა მარა. ეხლა სულ მიგერხან ახალ აი ამათ თაობა რა ეთოს ამ ბიჭების თაობა დავეღალე. ეს და არის ჩემთვის უცხო. ეხლა რამდენი ადამიანი არის ვინც გიყურებთ და ფიქრობს აი პოეტი კაცი. არის თავისთან სახლში, უვლის ეზოკარს, ყანა აქვს და მარტო თქვენ მუშაობთ. ხო. მამაკაცი. მამაკაცი და ქალიც. ორივე ერთად ხართ. ხო. და აი რამდენი ეხლა ახალგაზრდა არის ჯანღონით სავსე. წასული სოფლიდან.
მაგრამ ახალგაზრდას დაანებებთან ჩემი ასაკის ხალხი რამდენია ქალაქში ჩასული და აი სუპატრონო სახლები არის მეტოებული სახლები რო არის. ხო შეუძლია რომ აი გამო ოჯახს ვინც ისინი დასაქმებულები არიან შვილები შვილიშვილები თქვათ. ხო. ეს ვინც არაფერს არ აკეთებს. წამოდით და აი ამდენ 1-5-10 მეცეს დამუშავება ყველა შეუძლია ჩემი ასაკის გაფშობოს. ხო, ქათმები დამუშავება შეუძლია, ღორის გაზდა შეუძლია, ძროხის გაზდა შეუძლია, ქათმები გაზდა შეუძლია. ლობიოს მოყვანა შეუძლია, კარტოფილის ყველაფერს მოყვანა შეუძლია. და რა ეკაჩებათ ქალაქში? ქალაქში სადაც უნდა ბინა იქირაო. მაზოლიანი ხელები არ იყო ახლა და ხელა გეოხაში და ის არ იყო. გამორიცხულია ასეთ გარემოში ქალაქში მოხდა რა კარგი აკა გახვალა რომ ორას გაიოლი ნახევარ კილომეტრ 1 კილომეტრ თაზი ადიხარ გახუტყეში გაიოლი სანამ ლექსის წერას დაიწყებდი ჯერ თოხი მეჭერა ხერში და ბარი ცელი და დუქარდი დუქარდი რა არის? ცხვარს რო პარსავთ მაკრატა ლიტარი ვარხელი დუქარი და ცხვარი მეწველა ვისწავლე ცხვრის სწავლა ყველის კეთება ცხვრის კეთება მე რთული არ არის მართლა ეს თლად ისეთი იოლი არა თუ მუშაობა არ იყვარს ვერ იცხოვრებ სოფელში თუ შრომა არ გაყვარს თუ ეს სუნი არ გიყვარს რაც ახლა ხო თუ მიწაზე მიწიდან აგზნობს ენერგიას გასრო დადგავ და მიწაზე ენერგიას გზნო ქალაქში რო ჩადიხარ ფეხის გული გეწეს ეს თქვენ გეწვით თორე ასვალჯერ მიდიხარ გეწეს ფეხის გულები აქ რო დადიხარ ისე ქსიამონებს თითქოს კონტაქტ გზნო მიწასთან ურთიერთობა გზნო ეხლა ჩვენ რომ მოვდიოდით თქვენთან გზები მშვენიერია უნდა თქვა რომ კარგი გზაა გაზი გექნებათ ხო უახლოეს დრო წყალი გვალვები იყო წარს პრობლემა იყო ცოტა სირთულეები შეგვდა მაგრამ ჩემთან დადგან და მე ბაღარი იქნება რაღაც სირთულეები როგორც ხედავთ თებშები არის ყველაფერს იჭერთ ტელევიზიით ინტერნეტი ჯერ არა გვაქვს მაგრამ ეგ ინტერნეტი ნაკლებ მაინტერესებს ეს თქვენზე არ გულისხმობ ახალგაზრდები რომ დაბრუნდნენ არა ეხა ინტერნეტის გარეშე ნამდვილად არ შეიძლება ისე რომ დროზეა გასაკეთებელი ხო და ბევრი სახლებია ხო დაცლილი აქ დაახლოებით 70 ოჯახი ვიქნებით აქ სახლი 200 მეტია მე მაგალითად ძალიან განვიცდი რომ ჩემ შულს სოფელი არა აქვს მე ვიზდებოდი მამიდებთან ბაღდადში და ის მაგრამ იქაც რაღაცა დაიგზახსნენ და აი ამის გარეშე ამას არანაირი წიგნი არ შეცვლის არა არაფერი არ შეცვლის ამას თქვენ ხო ძილი არ აგაქვთ ძილი ო უი მე წყვილს ვერ ვიტყვი მაგ ძილი და სიზმრებიც კარგი თქვენი ძილი 12 საათის მერე პირველზე 2-ზე 3-ზე არა კი მართალია თქვენი ძინებთ იმავე დღეს რა დღესაც უნდა გაიაგვეწოთ ეს არის დიდი დანაშაული ვიცი და თქვენ პირდაპირ იძინებთ დილით თუ გები 6 საათზე თქვენ ახალდაძინებულები ხართ ხოლმე თანხმებით ამას ფაქტიურად დაახლოებით 7-ზე 8:30-ზე მე გავსავდი ვარ სამუშაოდ ისე რომ მუშაობ იმდენ ხანს რომ არ დავიღალო მე მოვდივარ რამდენიმე ხანი ვკითხულობ მე ვისენებ შუადღის ძილს რომ ეძახიან შუადღის ძილი ეს აუცილებელია ჩემთვის აუცილებელი ხეულნა განეთერთოს და მიამზადოს საღამოს მუშაობისათვის ფიზიკური მუშაობისათვის და საღამოს ფიზიკურად რა არის ამუშავე ისევ სათოხზე გადიხარ საღამოთი კაცო საღამოთი სანამ ზეჩავა ხო 75 წელს და უკვე დეკემბერში მიხდება. ხო, ძალიან ეთყობა შრომა ძალიან თქვენზე კარგად მოქმედებს, გაკეთებს შობილებს და გაახალგაზრდავებთ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად გამოიყურებით და არა, რატო გამოვიყურები? ისე ბავშვობის ასაკიდან სულ ვარჯიშობდი ფიზიკურად. სიგარეტი მე არ მომიწევია. სასმელი ჩემს სიცოცხლეში არ დამილევია. რას ლაპარაკობთ? არანაირი სასმელი. საერთოდ არ დაგილევია? რატო? არ და ვიცი, ადამიანი როცა ასე წერს, რომელიც ასე გიჩქროლებს გულს და ასე გაყვარებს პოეზიას, რაღაცა გარკვეული ასაკიდან, ხო? ცხოვრობს აი ასე.
გლეხი, რომელიც დილის 6 საათიდან მზის ჩასვლამდე მუშაობს. ომი უნდა მოუგო შენს თავს. შენს თავზე უნდა ამაღალდე და მაშინ ყველაფერი იოლად გამოგდის. ჩვენ ახლა ყვავილებს უყურებთ, არა? ყვავილებს უყურებთ, ქსიამონებს. მაგრამ შენ აღარ გაინტერესებს რა მოგცა ეს ყვავილები. და რა შეგიძლიათ აი ბოლოს რაღაცნაირად ახალგაზრდებს უთხრათ? ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც წერაც უყვართ, კითხვაც უყვართ, ყველაფერი და არ არის აუცილებელი ეს ყველაფერი ქალაქში, ცენტრში ხდებოდეს. ხო? არ მინდა სამშობლო თქვენს გარეშე. ხალხის გარეშე, რა თქმა უნდა, მარტო მიც არა არის. მე შენ მიყვარხარ და შენს გამო მიყვარ სამშობლოც. აი ეს მიწი შენ უნდა იგრძნო, შენი სისხლის ყივილი უნდა იგრძნო. სად იყავი ძლიერი? სად გახარ ძლიერად? მე ამახროდ გავარ, აი ამ მიწაზე მე ვიცი რომ ვერავინ მომერევა. ერთი რამე პატარა ფრაზა. რამე ლექსიდან, რაც აი ახლა კარნახობთ გული, რა შეგიძლიათ წაგვიკითხოთ? პატარა. ჩემს შვილს დავუწერე, რომ დაიბადა ბიჭი. არ გაიარო თავდახრილმა ჩემს გამოშვილო, ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია. მადლობა, კარგი იყო თქვენთან, მართლა კარგი იყო. ბატონტარიო, გამიყვანეთ იქით თქვენ ხეხილებში და თქვენ დარგულ და ჩარგულ. ეს ხახვი. ეს ხახვი, ეს ნიორი. ნიორი და ხახვი. ეს რა ადგილი არის? ეს არის აი ეს ნაკვეთი არის სულ ჩემი. ხო. აი ყვავილი რო ყვავია ხეხი. ხო. ნახევარსექიდან იქ მაგ ვაშლი მსხალი და დამყოლები ნამხელები გაკეთებული. ხეხილის ბაღია. ხეხილის ბაღი, კაკლებია. აქ ამაკ სიმინდლები და კარტოფილი დათესილი. ხო. ამას თოხრი მინიმუმ 3ჯერ. ბრო ბალახმა არ გადაუაროს. ხო. 3ჯერ გასეთ. ეხლა აი კარტოფილი მითესია, კარტოფილი ამოსულია უკვე. იმ კვირაში უკვე თოხნა უნდა. ბატონტარიო, კი მოგაცდინეთ ამდენ საქმეს. არა, რა მამას არაფერს არ რო კაიამედრო ვიყო ყოფილიყო მაშინ მამას ვთენდით. ეხლა არ მამას ვთენდით. ეხლა არა, ეხლა ვისვენებდი მაინც. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ დიდი მადლობა. მართლა ბედნიერება არის, რომ ყავხართ და დიდი მადლობა თქვენში. რომ ჩვენ ბედნიერება არაფერი არ არის. თუ სხვა შენზე ბედნიერად არის. დიდი ხანია დავდივარ და ჯერ არავინ არ შემხვედრია. როგორც ამბობენ, ეს სოფელი დიდი ხნის წინ მიატოვეს. სახლები დანგრეულია. ეზოები გაპარტახებული. არადა სილამაზეა ისეთი, რომ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ადგილს ესე არავინ არ დატოვებდა. არ მიატოვებდა და არ წავიდოდა. პირიქით ეს იქნებოდა ალბათ ყველაზე ტურისტული, ყველაზე საინტერესო და დასასვენებლად ყველაზე კარგი ადგილი. ეს სოფელი ჩაჩუბეთია. აქაურობა დაუჯერებლად ლამაზია. და ტრაგიკულიც. აი იმ სახლიდან ბოლი ამოდის. მივალ ვნახავ ერთი ვინ ცხოვრობს. ტუგრი, შენ აქ ვინ გაჭმევს? ყავს პატრონი? ყავს პატრონი ტუგა? საცხოვრობ შენ, ჰა? საცხოვრობ, ესეთ კარგი ძაღლი საცხოვრობ, პატრონი ყავს? ვაიმე, 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 ვაიმე. ვაი, არ წამაქციო. ვინ გაჭმევს შენ? აბა წამოდი, იქ გაჭმევენ? არის აქ ვინმე?
ახმებიც ისმის, ესე იგი ცხოვრობენ. გამარჯობა. 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 ასე დაგადექით თავზე, იმიტომ რომ არ გვეგონა აქ ვინმე თუ ცხოვრობდა საერთოდ. თქვენი სახელი? დალი. დალი, მე ბაია მქვია. კეთილი. გასაუბრება მინდა თქვენთან, ისეთ ულამაზეს ადგილას მოვხვდი, რომ სახლში არა, აი აქ რო ჩამოვჯდეთ. მადლობა. ქალბატონო დალი. ბატონო. გამიხარდა რომ აგერ გნახეთ აქ, მე მეგონა რომ საერთოდ დაცლილი იყო სოფელი და არავინ არ იყო. დიდი სოფელი იყო, 60 კომლამდე ხალხი ცხოვრობდა. ხო და მე უგზოობის გამო, უწყლობის გამო რომ ზოგი მოხუცი იყო, ზოგი სოწყალზე უჭირდა ჩასვლა რამე და გადასახლებულები არიან აქედან წასული ხალხი. ხო და თქვენ რომელ წელს ჩამოხვედით აქა? მე აქ მოვიდი 68 წლის 1968 წლის 6 მაისსა. მოხვედით რა თქვენ? გამოთხოვდით აქა? კი, აქ გამოვთხოვდი. დამომეყონა ჩემმა მეუღლემა. ანუ თქვენ ეხლა მთელი ზამთრები, მთელი ზამთარი და ზაფხული და რაღაცა ყველაზე დიდი პერიოდი მარტო ხართ აქა? სულ მარტო არ. აი შვილები მოდიან ახლა შვილები უპატრონოთ არა. არა, მაგი არ მიგულისხმია, მაგრამ ხო არის რაღაცა კვირეები, რომ ზამთარში არ ჩამოდის აქ მანქანა რაღაცა. კი, მარტო არ, მარტო. არ გიჭირთ? არა. რატო? ოკეი, ისე მივაჩვიეს სიწყნარესა. ხო. რო აი თით ხმაურს ვერ ვიტან. ხო, მიჩვევა იცის. მარტო როგორ ცხოვრობ? აქ კარგათავა არ. და თქვენს გარდა ვინმე კარგად არის აქ, არავინ არ არის და რატო არ არიან თქვენსავით კარგად აქ? მოსახლეობა რატო არ არის? არ არის ახლა ახალგაზრდებს ხო იცი ხლა თავისუფლება უყვართ, რამე უყვართ. თან გართობა და ის უნდათ რა, აქ არაფერი არ არის. თქვენი დღე რა არის? აი, დღე თენდება, ადრე დგებით? დღე თენდება. ეხლა სუწვიმებია. ხო. მაგრამ სანამ წვიმებია, ხო გადახედეთ ჩემ ბოსტანს. ეგ უკვე თებერვალში და იმაში უკვე დამუშავებული მქონდა, იმიტომ რომ კაი ამიტები იყო. ხო. გარეთ რო არ გამუშაობ. მიწაში რო ურევ ხელებს ერთი სიცოცხლეა ჩემთვის. მიხარიან. ხო. მიხარიან რომ ჩემ ნაშრომს რო უყურებ. ხო. და აი როგორ გითხრათ. მეხვეწები ღმერთს აღმერთო. იმდენი შეიძლება ენერგია მომეცი. ჩემი თავიც გავყვებო. რო სხვას არ დაუწყო ხელებშიც ქერაი და ჩემზე გაჭირვებულებს კიდე იმათაც დავეხმარო და პატივი ვცე. თქვენ აქ საქონელიც გეყოლებოდათ რაღაც იმას? კი, საქონე კამეჩებიც აყვავდა, ძროხებიც აყვავდა, დედაღორები, სამი დედაღორიც აყვავდა, ქათმები, ჭუკები. მოკლედ ეს რამის არ ეტეოდა აქ ყველაფერი. ყავდა, როცა გადმოვედით. და ეს თქვენი შვილები რო არიან ახლოს აქედან, მეტნაკლებად ახლოს. იქ რატო არ მიდიხართ? არავინ აღარ არის აქა და მარტო ყოფნა. აი, იმიტომ არ მივდივარ. როცა მეუღლე დამეღუპა. მე მაშინ ჩემ მეუღლეს პირობა მივეცი. სანამ მე ცოცხალი ვარ, იქიდან არ წამოვალ და ჩემ შვილებს კერას არ დაუკარგავდნენ. უნდა შეუნარჩუნო კერაი. ეხლა მეც რო არ ვიყვი აქა, უკვე ეს გამოღმა მხარეს, უკვე სარი. სულ არაფერი აღარ. სუდაკეტილები კაცშვილი აღარავინ არ იქ. აი რო ღამდება. შიში არა, გაქვთ არავინ რო არის. არაფრის არ მეშინია. გლები არ ჩამოდიან მთიდან? ახლა გლები მე გარეთ არ გავდივარ ღამე და მგელი კიდე სახში არ შემო. ჩემსავით არ მოგიკაკუნებთ? ქალბატონო დალი, აი მოწყენილი რო ხართ ხოლმე ძალიან, ხო არის ესეთი დღეები და საღამოები, განსაკუთრებით მგონია რომ ზამთარი. აი მოწყენილი რო ხართ, რას აკეთებთ? მოწყენილი რო ვარ, ხანავ მღერი ვარ,
მარტო კაკაცო? მარტო ხალა ღამის 12 საათია პირველი საათია ღერი ვარ ვიტყვი რომ გზაზე გაიაროს ვინმე მეიტყვის მეთქი რომ ალბათ ეს კალი თუ გაჟდა ძალიან დიდი მადლობა. იცით რა მინდა? 1-2 წელიწადში, კაი. ჩამოვიდე აქ იყოს ძალიან ბევრი მოსახლე. გისმინოთ ღმერთმა თქვენ იყოთ. წმინდა მარიამა. ასევე ყოჩაღად და მხიარულად წამიკითხოთ ბევრი ლექსები. და იყოს აქ ჟრიამული. ხალხი იყოს ბევრი, ტურისტი იყოს ბევრი, ეს ადგილი ყველასია, ეს ისეთი სილამაზეა, რომ ძალიან ბევრმა ხალხმა უნდა ნახოს. იმედია ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან დიდი მადლობა. მეც დიდი იმედები დიდი თავცხოვრობ, მადლობა. იმედები მაცოცხლებს, მეცა რომ შეიცვლება, ყველაფერი შეიცვლება. კაი, მადლობა. არაფერს. ეხლა მე ვარ კასპის რაიონ, სოფელ ცხავერში. კაცის ჭაჭანება არის მის. თუმცა აგერ შეგხვდა ერთი კეთილი ადამიანი, გამოგველაპარაკა. ბატონი ჯემალი და ვთხოვე რომ გამსაუბრებოდა. ასეთ ცარიელ სოფელში. ისე გამიხარდა რომ შეგხვდით, ისე გამიხარდა, იმიტომ რომ ადამიანის გარეშე ძალიან ცოდვა აბუნება. მეც გამეხარდა. ბატონო ჯემალ, თქვენ აქაური ხართ? კი, აქ დაბადებული, გაზრდილი. და რამდენი კაცი ცხოვრობთ ახლა? სულ ვართ 7 ადამიანი, 7. და თქვენ ახალგაზრდობაში რამდენი ოჯახი ცხოვრობდა? 90 ოჯახი. 90 თითოში ალბათ 1-3-4 კაცი მაინც ხო იყო? იყო, კი. და მაშინ რა ცხოვრება იყო? ანუ იყო აქ სკოლა, რამე გასართობი, რაღაცა? იმ დროისთვის ამ შენობაში გქონდა კლუბი. უიცადეთ, აი ეს დანგრევები რაც არის? კი, აქ ფერმები იყო, მაგრამ მეკით კლუბი იყო. სკოლა? სკოლა იქ შენობაში იყო, ამჟამად კერძო საკუთრებაა. აჰა. სულ გადადაშაულებთ ახალგაზრდებს, რომ აი არ უნდა შრომა, მიწას ბევრი შრომა უნდა, კი, მაგრამ მე მესმის. ეხა მითხარით, ახალგაზრდას რა ჭირდება, რომ სოფელში დაბრუნდეს? ყველაფერი თანამედროვე. ერთი წუთით წყალი გააქვთ აქ? წყალი გვაქვს 2 ოჯახის სამყოფი და 5 ოჯახს ყოფნის რა. ზოგს 100 მეტროდან მიაქვს წყალი. ანუ მე ვთქვათ ისე რომ დაგემატოთ, წყალი არ მექნება. არ გექნება, შორიდან მოგიწევს წყლის ზიდვა. გაზი? გაზი ეს ხო ზღაპარია. და ინტერნეტზე გკითხოთ? ხო ზღაპარია. ზღაპარია. აბა რა უნდა ქნას ახალგაზრდამ რომ ამოვა? მარტო მიწა და ამუშაოს? ქართლს უნდა უყუროს აქედან მეტი არაფერი. არა, ხედი კია გადასარევი, მაგრამ ინტერნეტს ვერ შეგიცვლის 21 საუკუნეში. ვერ შეგიცვლის. ამიტომ მარტო ჩემი ბავშვი რო ამოდის. ხო. ჩერდება 2 დღე და მე გამირბის. თბილისიდან მოვდიოდით სადღაც საათზე მეტი არ დაგჭირდა. ანუ ძალიან ახლოს ავართ თბილისიდან, ხო? კი. მაგრამ გზა არის ძალიან ცუდი. გოსტიბეში გვინდოდა სოფელში ასვლა. ლამაზია გითხრეს და ისიც მიტოვებულიო და იქ დაივიწყეთო, იმიტომ რომ ცოტა წვიმები რო იყო, ვერანაირად ვერ ახვალთო. რა გაჩერებთ აქ? მე აქ დაბადებული გაზრდილი ვარ და სიკვდილამდე აქაურობას მე არ დავთხოვ. უცხავეროთ მე ცხოვრება არ შემიძლია. ამ ხედის გარეშე? რა თქმა უნდა, აქედა რო გადავიხედები, 1 წლის სიცოცხლე მემატება. ესე იგი დიდხანს იცოცხლებთ. არ ვიცი. აი ასე ვიარე, შუკა, შარა, ტალახ. სულ ახლოს არის ეს ყველაფერი თბილისიდან. ვიარე და ძალიან დამწყდა გული.
სოფლებიც არიელია. ახალგაზრდები ხო საერთოდ არ არიან. საყვედურობდი გულში, ვამბობდი ხმამაღლა, რომ რატო არ არიან, რატო არ უხარიათ აქ ყოფნა, რატო არ უნდათ შრომა. მერე დავფიქრდი. აი რამდენ ხანს გავძლებ მე აქ. ნებისმიერ ახლო-მახლო სოფელში, სადაც ვიარე. ნუ კარგი. 5 დღე, 1 კვირა, 2 კვირა. აქ სადაც ახლა ვარ, ტელეფონით ძალიან ცუდად იჭერს. სოფლები არის, სადაც წყალი არ არის, გაზი არ არის. აბა რა ვთქვა? ვერაფერს ვერ ვამბობ. არ ვიცი. Mhm.